რამე საშუალება თუ არის ამ ეს კოშკის შეკეთების? რა საშუალება უნდა იყოს? თქვენი ხსახრები ჩვენ რა შეგვიძლია? თავრობა რამე ყურადღებას აქცევს? არის 400-ზე მეტი კოშკი. აქიდან თითქმის ნახევარი არის ძირები დარჩენილი. დაახლოებით 200-ზე მეტი არის, რომელსაც კონგურები და ესეთი მცირე სამუშაოები სჭირდება, რომელიც შედარებით კარგ მდგომარეობაშია. ხვები რო ვარდება ისიშით გაზაფხულზე აუშვებ ხოლმე ბიჭებს ზევით და რაც ის არის უკვე გადმოწეული, ბათ შიგნით ვაყრევინებ. და ქარით ასეთი რაღაცები რო არის მაშინ ვარდება ხვები და ისიშით ძილს დავდივარ იქით-აქით. ხანდახან აი ასე კრუგი თული. შემოვდივარ. თქვენი სახლი მაჩუბი? ჩვენური სახლი რაც გაქვთ აი რა მდგომარეობაშია? ავარიო მდგომარეობაშია ნამდვილად, ყავარი მთლიანად გადასახურია. აი კრუგზე იმას თუ არ გავკეთებ რამე სარტყელს კედელი ინგრევა. ეს არის ოდით განვაშენებული მამაპაპების დროინდელი და რა ვიცი. ახლა რა ხმარობთ, აი რა არის მან? საქონელი ყავს იმაში. რომელი საუკუნისაა? რა ვიცი რომელიც. ესე იგი ეს სვანური სახლი რო აშენებულ ამ სოფელში ქვის სახლი არ ყოფილა საერთოდ. ისტორიული ძეგლი რონდინდელია იცი, რომელი წელია ისა? 1800 რომელი მითხრა კაცო? 1825 წელი მითხრა და ყველაზე ფართი, ყველაზე დიდი სიფართის არის ეს კოშკი. აი ძირია ყველაზე დიდი ფართია ესა. ესენი არის მე-11-მე-12 საუკუნის კოშკები, უფრო ადრინდელებიც არის და შემდგომი პერიოდის კოშკები. სიმსოფლები სადაც ჩვენ ვიყავით, ნახეთ ეს ძალიან ბევრი დაზიანებული და დანგრეული კოშკი, რომელიც სასწრაფო აღდგენას და რეაბილიტაციას საჭიროებს. გარკვეული ნაბიჯები იდგმება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაბიჯები, ასე ვთქვათ, არ შეჩერდეს და არ იყოს რაღაცა კონკრეტული მცირე პროექტები შემოფარგლული და განვითარდეს, იმიტომ რომ ეს ადამიანები, ტურისტები, რომლებიც სვანეთში ჩამოდიან, არა მარტო ამ ბუნების სანახავად ჩამოდიან, არამედ ადგილობრივი ტრადიციების, ადგილობრივი ძეგლების და მათ შორის კოშკების სანახავადაც ჩამოდიან და ინგრევა და ზიანით მოაქვს. აქ რომ მუშაობ და რამე მაშინ საშიშია ყრის ქვებს. სავანები ვართ გვარად, 4 ოჯახი და დარღვეულია კოშკი. გვინდა აღდგენა ისტორიული ძეგლის შენარჩუნება. თან ჩემი სახლი ზედა მიშენებული, წინაპრებმა მასე აშენეს და საშიშროება თუ არ გაკეთდა კოშკი, თუ არ აღდგა კოშკი. იზოლებული ვარ, ავდგე და სოფენ გადავიდა საცხოვრებლად. და მიმართეთ უკვე ვინმეს რო ეს კოშკი შეერემონტებინა? კომუნისტების პერიოდში გინდა, ახლა სიაში ჩასულია რომ კაციშვილი მე არ მინახა აქ მომწოდე რომ რაიმე შეაკეთოს. თითქმის ყოველ წელიწადს დაახლოებით 10-დან 15-20 კოშკამდე 20 კოშკის რეაბილიტაცია ხდება. წელსაც მიმდინარეობს როგორც ზემო სვანეთში, ასევე ქვემო სვანეთში, დაახლოებით ზემო სვანეთში არის დაგეგმილი 20-მდე კოშკის რეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე მიმდინარეობს დაიწყება ეხლა უახლოეს დღეებში სამუშაოები ქვემო სვანეთშიც. სადღაც არის 300-ზე მეტი კოშკი. დიახ. და ყველას რეაბილიტაციას აპირებთ? ყველას რეაბილიტაცია ჩატარდება, რომელიც გახლავთ ღირებული, რომელიც საჭირო არის იმისთვის, რომ ჩვენი მემკვიდრეობისთვის იყოს შენარჩუნებული. ბატონო პატე, კიდევ ერთი რაღაც მაინტერესებს, უბრალოდ რადგანაც ეს ძალიან დიდი რაოდენობაა, მაინც ეს ყოველწლიურად 20 კოშკის რეაბილიტაციას წლების მანძილზე გაიჭიმება და შეიძლება მე გეტყვით, რომ ჩვენს ქვეყანაში არის გარდა სვანური კოშკებისა უამრავი ძეგლები, რომლებსაც ასევე გასაჭირი აქვს, ასე რომ ის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია მარტო სვანურ კოშკებზე, რა თქმა უნდა, ვერ იქნება მიმართული, მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს უამრავი ძეგლების რეაბილიტაცია.